მოგესალმებით ეთერშია სტასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა დაგეგმილია ირაკლი კობახიძესა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან. ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-10 გაიმართება. ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ კახა კალაძეს უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება ჩამოართვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ინფორმაციით ქალაქ თბილისის მერ კახა კალაძის გარდა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ წოდება კიდევ რამდენიმე სპორტსმენს ჩამოართვა. კერძოდ, ყოფილ ფეხბურთელ ანატოლი ტიმუშჩუკს და მოჭადრაკე სერგეი კარიაკინს. კახა კალაძე 1998-2001 წლებში კიევის დინამოს რიგებში ასპარეზობდა, რომლის შემადგენლობაშიც უკრაინის ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გამარჯვებული სამჯერ გახდა. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებს, რომელთაც აფხაზეთში ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნები არ დაუქმიათ. დაგმონ ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები და გამოაცხადონ უკანონოდ. აღნიშნული მოწოდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გააკეთა. სამხარაძე 1 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს პარლამენტის პლენარულ ხდომაზე გამოეხმაურა. პარლამენტის სახელით ვგმობთ არჩევნების ჩატარებას, ვინაიდან ნებისმიერი აქტი აქმედება, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე განხორციელდება. მანამ სანამ საქართველოს იურისდიქცია სრულად არ არის აღდგენილი და მანამ სანამ აფხაზეთი არ არის დეოკუპირებული, რა თქმა უნდა უკანონოა. ეს ეგრეთ წოდებული არჩევნებიც არის უკანონო. განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მუყამ დინარაძის განცხადებით ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან დაწესებული სანქციები არაფერს ნიშნავს. როგორც მან უმრავლესობის ხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, უფრო მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მოხდეს მომავალში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე. ეს სანქციები ჩვენთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს. ევრობიუროკრატებიდან, სადაც deep state-ებია ჩარჩენილი, იქნება ზეწოლა. უფრო მეტიც შეიძლება იყოს, მაგრამ მკაცრი და მძიმე დარტყმები შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მთელმა მსოფლიომ დაინახა სიმართლე. ევროპელებმა, ამერიკელებმა, ქართველებმა, მათ შორის ყველამ ერთად დავინახეთ, სად არის სიმართლე. ყველაზე ურწმუნო ადამიანმაც კი თუ ოდნავ ობიექტურად ფიქრობს, უნდა შეხედოს, საით არის სიმართლე და ეს სანქციები რას ემსახურება. ვიდრე სიმართლე ხელის გულზე გამოვიდოდა, ეს სანქციები არ იყო საშიში, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება თავისი მაღლეზე იდგა და დამოუკიდებლობის ხარისხს აუმჯობესებდა. ამ ყველაფრის მიუხედავად და დღეს მით უმეტეს ამის პრობლემა არ არის. განაცხადა დინარაძე. დღეს ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც ესაუბრება დასავლური სამყარო და პრეზიდენტები, არის სალომე ზურაბიშვილი. ეს მოსწონს ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ არ მოსწონს. ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქართული ოცნების წევრ ლევან მაჭავარიანის განცხადებას. ჯაფარიძის შეფასებით სალომე ზურაბიშვილი, რომ ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელია, ფაქტი, რეალობა და მოცემულობა. ეს არის მოცემულობა, ფაქტი და რეალობა. მათ შეუძლიათ ერთმანეთი გაამხნევონ, ერთმანეთი დანიშნონ მინისტრებად, კომიტეტების თავმჯდომარეებად, მაგრამ ყველაფერი ეს იქნება ფეიკი, რადგან ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება და არალეგიტიმური პარლამენტი, განაცხადა ბადრი ჯაფარიძე. ინფრასტრუქტურული პროგრამების მონიტორინგის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით ასევე ადგილზე გაეცნო აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებს. ჩვენ ეტაპობრივად ვხვდებით დევნილ მოქალაქეებს, ადგილზე ვეცნობით მათ წინაშე არსებულ საჭიროებებს და შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შევძლოთ მათი მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა გამოიტანოს მნიშვნელოვან შედეგებს, განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
სავაჭრო პალატამ 100-მდე ქალი მეწარმე ბიზნესის გაციფრულების მიმართულებით გადაამზადა. ამის შესახებ ინფორმაცია სავაჭრო პალატის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამით, ფილისა და რეგიონებში 100-მდე ბიზნესის მფლობელი ქალი მეწარმე გადამზადდა. პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით სავაჭრო პალატამ კანადის ფონდის ადგილობრივი ინიციატივების თანამშრომლობით განახორციელა. პროექტის შედეგები და მიღწევები სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ვეკუამ, მეწარმეებთან და კანადის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს. მათ დარგის ექსპერტების დახმარებით პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიიღეს ცოდნა, რომელიც დაეხმარებათ ბიზნესის გაციფრულებასა და განვითარებაში. ასევე მონაწილეებს ტრენინგ კურსი ჩაუტარდათ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითაც. ნათქვამია ინფორმაციაში. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით ასამბლეის თავმჯდომარეობა აზერბაიჯანიდან საქართველომ 1 წლით გადაიბარა. მათივე ინფორმაციით 3 მარტს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით სუამის საპარლამენტო ასამბლეის დისტანციური შეხვედრა გაიმართა. სუამის წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების ერთობლივ სხდომაში. ბიუროს სხდომაზე დაამტკიცეს დასკვნითი დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი და სიტყვით გამოვიდნენ ასამბლეის შეხვედრაზე. როგორც კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, სუამის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ძლიერი დარგობრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა ყოველთვის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ხელს უწყობს საერთო შესაძლებლობების ძიებას და ორმხრივ პროგრესს. მისივე თქმით, საჭიროა დიალოგის, ცოდნის და გამოცდილების გაცვლისა და ახალი პროექტებისა და ინიციატივებისთვის პრიორიტეტის მინიჭება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე ბოლქვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა. როგორც რიჟვაძემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ელისო ბოლქვაძეს ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი დადებითი სიახლე გვექნება. მივიღეთ გადაწყვეტილება, განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბებულიყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. აჭარას ნამდვილად აქვს უდიდესი პოტენციალი კულტურის სფეროში. მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად მომხდარიყო ამ სფეროს გაძლიერება. ბოლო წლებში არაერთი მიღწევა გვაქვს კულტურის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნა რიჟვაძემ. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ბათუმი უნდა იყოს კულტურის მსოფლიო რუკაზე. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპის გადაიარაღების გეგმა წარადგინა. ჩვენ გადაიარაღების ეპოქაში ვიმყოფებით. ევროპა მზად არის თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდოს, როგორც მოკლევადიანი გამოწვევებისთვის საპასუხოდ და უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად. განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ევროპის გადაიარაღების გეგმის 5 პუნქტია აღწერილი. ესედია: თავდაცვისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოთავისუფლება, ახალი ინსტრუმენტი, რომელიც თავდაცვაში ინვესტირების მიზნით წევრი ქვეყნებისთვის 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გამოყოფას უზრუნველყოფს, ევროკავშირის ბიუჯეტის შესაძლებლობების გამოყენება, დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება, ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება. მისი თქმით, ევროპის თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმების მეშვეობით შესაძლოა 800 მილიარდი ევრო მობილიზდეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცახნას განცხადებით, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება დააპაუზოს უკრაინის სამხედრო დახმარება ნიშნავს, რომ ევროპამ უნდა გაზარდოს და დააჩქაროს უკრაინის დახმარება, რათა ხარბეზი შეავსოს. ევროპამ უნდა გაზარდოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. აღნიშნულია მარგუს ცახნას განცხადებაში. მისი თქმით, ესტონეთის მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის დახმარება წელს 25%-ით გაზარდოს და ასევე 10,000 საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს ქვეყანას. ჩვენი გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ შესაძლებელია ახალი და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უკრაინის დასახმარებლად და მოვუწოდებთ უკრაინის ყველა მხარდამჭერს, რაც შეიძლება მალე გაზარდონ დახმარება, აცხადებს ცახნა. მისი თქმით, უკრაინის დასახმარებლად დამატებითი რესურსების მოპოვების ერთ-ერთი ვარიანტია რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება. ევროპის უმსხვილესი სახელმწიფოები 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის მცდელობას ახორციელებენ. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში არსებული აქტივების სრულ ჩამორთმევას, დიდ ბრიტანეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად მათი გამოყენების გზებს განიხილავენ. გამოცემის სამი წყაროს ცნობით, ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს წინადადება, რომ ევროპული ქვეყნების დედაქალაქებმა მოსკოვს აქტივები ჩამოართვან, თუ ისინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მომავალ შეთანხმებას დაარღვევენ.
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 65 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 99 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 65 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 32 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მტრის თავდასხმის შედეგად ოდესის, სუმისა და დონეცკის ოლქები დაზარალდა. აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.